თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაციონალური მოძრაობის პოლიცსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მურთაზ ზოდელავას მორიგი სასამართლოს სხდომა გაიმართა. პროცესს მხოლოდ ლევან ხაბეიშვილი ესწრებოდა. დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მტკიცებულებები გამოიკვლეს. დაიკითხა სუსის თანამშრომელი გამომძიებელი შაქრო ხარშილაძე, რომელმაც განმარტა, რომ 2025 წლის 9 სექტემბერს შესასრულებლად დაეწერა ოპერატიული მუშაკის გიორგი წვერავას პატაკი, სადაც საუბარი იყო ხაბეიშვილის საჯარო მოწოდებებსა და დაპირებებზე. ხარშილაძეს ადვოკატებმა კითხეს, თუ გახსნა ლევან ხაბეიშვილის ტელეფონი და მასში არსებული ინფორმაცია, რატომ არ არის სასამართლოში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი. კითხვაზე გამომძიებელმა უპასუხა, რომ ექსპერტიზა დასრულებული არ არის. მოწმესთან კითხვები ჰქონდა თავად დაპატიმრებულ პოლიტიკოსსაც. საუბრის აუდიო ჩანაწერი სოციალურ ქსელში ვრცელდება. ოდიში რაც სამი დანაშაულს ჩავდიოდი და გეცინას უყურებს თავი პროკურორიდან დაწყებული სუსის დაგაგრძელებული და 11 სექტემბერში მასკი დანაშაულს ეგეც არის თქვენზე კარგად ამოწმებს. ნებართ შემდეგი შეკითხვა. მოწვეული სპეციალისტი გამიგია, მოწვეული ხელშეკრულები და მოწვეული ესე იგი დაძა გამოყოფილი და დავალებული მოწმეები ყავს რა და ნუ დაავალეთ მოწმეობა თვითონ კი არაფერი არა. ეგეთი პრაქტიკა თუ გაქვთ სხვა რამდენი ხარ გამომძიებელი ხარ სისხლის სამართალში მითხარი კიდე მეორე საქმე, სადაც თქვენ აიგეთ კალამი და დაწერეთ გედედეს უფროს მიწერეთ რომ გამომიხავი მოწმე. მოწმე მოყოფილი რა არის სხვადასხვა მოწმეების მაგალითად კონკრეტულად გედედეს თანაშრომლების მიმართ ეს ეგრე არასდროს არ გამიგზავნა და ისინი რომ გამოკითხე მიგი არ მიგიწით ეს სადნახეს ესა საჯარო სივრცეში მოიცეს ანუ გავიგე რომელი ვიდე ანუ ეხლა საოცარ კონკრეტულად ეს მეორის ლიკები მაგალითად რომელი განცხადება იყო არგინა ხო იქნება სხვადასხვა არა გამოგიწევს გაუშვი რა გინდა მეტი უკეთეს დაუძახეს სტაცია რომელი ვიდეოზე დააწერილეს არც ანახეს არც უთხრა იმან შეიძლება რომ ბოლოს არ მოშნეს რომ ვინც ჩემს წამებაში მონაწილეობდა შეიძლება მან ის საჩვენება აი ეს დააკვირდა დაკავშირებით მე მაინტერესებს გამომძიებელმა რო დაიწყო იქნება გედედეს უფროსმა ისამი მიაწოდა ვინც ჩემს წამებაში მონაწილეობდა მე გარბიე ფორესტი არის ნეიტრალური და არც ერთი მიარ გამესხა თავს მე ჩვენი საქმე არის თქვენ გამომძიებელი თათორა პასუხისმგებელი რომ ჩემს წინააღმდეგ მოწმე ეგრე დედა მოწმია კაცო მიაგეს არ ქმნებს მაგრამ ისამი კაცი ვისაც რაღაც დააწერილი რომ არ მოშთეს ადამიანი ვინცმე მაწამო მე რა აკეთებ ანუ ეს ბაში რა ეშველება ამ საქმეს როდესაც მოწმე მოვიდა მოწმე მოვიდა ჩვენთან და ვიქეთ ვიწოდა რა ხვეს რაიმე აცილებსა უძველი იყო თუ არა რას იყო და ვაწამე რომ გავიგე კერგა მოიწმე თუ არა ძალადობა სიტყვა და ან ძალადობრივი ან თავდასხმა ან დაკაცება ან სასახლის შენობის აღება დაკავება ან იარაღისკენ მოწოდება ესეთი რამე გაიგეთ იარაღის მოწოდება შეიძლება თავდასხმა უნდა ეკონტროლოს მაგრამ აგარ იყო სიტყვა შეიძლება და შეიძლება და მოგესწავლება ისედეო მაგრამ ჩანაწერებში როდესაც ხელისუფლებას მოგდოდა ხელისუფლებას მასებად მინარაძე და ოპახიძე შეეგვეწებოდნენ იმას რომ დაეტოვებინა ქვეყანა ლევან ხაბეიშვილმა სხდომაზე საწვავის გაზრდილ ფასებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ფხაკაძე და მსგავსი ოლიგარქები ორლარად და 10 თეთრად აღებულ ბენზინს დიდი მოგებით ყიდიან. მე გუში უყურე სხდომა სადაც ლაპარაკობდნენ საწვავზე ეს აბსოლუტური ხაჩამი და კუდები ფხაკაძეების გულის აბსოლუტური ხაჩამები არიან და გაგრძელებული ჩხარტიშვილთან ემუქიძესთან აი ამ ხალხთან ვინც სისტოს ქართულ ხალხს და ეს ლაპარაკობდნენ რომ თუმე იაფად ყიდიან საწვავს ხეში დაუყვალე მე რომ აი პლაცის ფასო ითვლიან 1 ლიტრი საწვავი რომ გადავიყვანოთ ეს ღირს ფოთამდე მაქსიმუმ 2 ლარი და 10 თეთრი 1 ლიტრი ბენზინი მოდის 2 ლარი და 10 თეთრად აი ახლა გაწვირებულ სულ ეძახიან იმ პირობებში და კალორიებზე ხდება 3 ლარი და 64 ლარი სად არის მართლა ეს წინა მიშას რომ იქონდა ის ლარი ეხლა ეს ლარდაგებარი და 62 ლარი სად იკარგება გზაში მეცაც გეტყვით რომ ეხლა 2 ლარი და 10 თეთრების ზუსტად 2-3 თვის ლარდახევარი გინდა ფოთამდე მაგრამ კიდე 2 ლარი და 60 აქ არის აბსოლუტური ქურდული წილი აი ხაჩამი აბსოლუტური ხაჩამი ხაკაზის და აი ასეთი ოლიგარქების და ფასების კომისია რომელიც დათავდა დღეს წილოსანი რომელიც ამ კომისიაში ზის მისი ანაზღაურება პარლამენტში არის 20000 ლარი ეხლა 20000 ლარი რო ჩაგირიცხო თქვენ ნებისმიერს ხო ისე გამინებული მოყვებით რომ კარგი ფასებია ქვეყანაში და 58 მილიონი ლარის მოპარვას ედავებოდნენ მამამის წილოსანის მამას მე კი არა კოცები ოცნების პროკურატურა ედავებოდა
და ეს ხალი დღეს ის პარლამენტში ნებისმიერს მიაჭერს მამაჩემი მოიყვანო ძევლად და მითხრა რომ მამა შეიძლება რა ვიცი ეხლა ჩემი შვილებისთვისაც მამამისი ძევალი შეიძლება ბევრი რამე გააკეთებინა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გამოეხმაურა ასევე დიუშენის სინდრომის მქონე მოზარდების მშობლების აქციას და თქვა, რომ მშობლებისთვის ერთი დღეც კი მნიშვნელოვანია, რომ მისი შვილი ეტილში არ იჯდეს. სწავლებთან დაკავშირებით დაუგებარ დისკუსიას უყურებ ამ ბავშვებთან დაკავშირებით და ხელისუფლების მიდგომა მართლა ვემიძღები საზოგადოებაზე. წარმოიდგინეთ, ბიძინა ივანიშვილი არ ყალაძის შვილის ჯვარწერია ყველას კაცო მერქვა ყველას აშორებს. რომელიმე ნაც ადგილას წარმოიდგინოთ თავი, მშობლის ადგილას. ერთი წელი და სამი წელი კი არა, ერთი დღე რო შეიძლებოდეს მისი შვილისთვის გაგრძელება ეტილში არ ჩაჯდეს. ნებისმიერ ქვეყანაში გადააყენეთ. ზოგადად ინიციატივა უნდა იყოს მომავალში აგერებით. კი არ მოსწონთ მე მომავალში რაღაცას ვლაპარაკობ, მაგიტო ციხეში ვარ, მაგრამ არც ერთ მინისტრის კაბინეტის სამინისტროში არ უნდა ყოფილიყოს. ჯანდაცვის მინისტრი, რომელსაც დღეს არის ქალაქები და სოფლები, სადაც სასწრაფო დახმარება ვერ მიდის, იმიტომ რომ გზა არ არის, ამბულატორია არ არის, იმას კაბინეტში არ დაეჯდომება. რა უნდა რეგიონალური და განვითარების ინფრასტრუქტურის მინისტრის კაბინეტში. გრიგოლეთი იმის ხიდი ვერ გააკეთეს 12 წელი, კაცო, 12. ლევან ხაბეიშვილი 11 სექტემბერს დააკავეს მას გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდებას და საჯარო მოხელისთვის ქრთამის დაპირებას ედავება. 13 სექტემბერს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მურთაზ დოდელავას კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში უკანონო ჩარევას ედავებიან. ბრალდების თანახმად მან საქმის ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება. ამ საქმეზე მას გირა შეუფარდეს, მოგვიანებით 4 ოქტომბერს კი ის სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების ბრალდებით დააპატიმრეს.